მოლდოვასთან მიმართებაში, როცა უვიზო რეჟიმზე ჩვენ ეს რა სტილით ჭიდაობა იყო, არ ვიცი, მაგრამ რეალურად ჭიდაობას გავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არიჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეღო მარტივად. ეს ხელისუფლება არ მოწონდა და ამიტომ თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო ეს საუბრის თემაა და კვლევის, მაგრამ მაგალითს ვიტყვი ერთს, ბატონო სოზარ. ესე იგი, ჩვენ გქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არა და ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტი, როგორც საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა. მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ასე შემდეგ. და ვიყავით ძალიან წინ, ორივე ქვეყანაზე წინ და განსაკუთრებით მოლდოვაზე წინ. მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ეგრეთ წოდებული ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე სკოჩით მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჯერო არ ხართ მზადო. ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა თუ ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-16 წლები.